აბა მიხდება? არა, დედას გეფიცებ. ჩემი კახური ცხვირი ხალხნო, აქამდე სად ვიყავ? სახის ასიმეტრიის კორექცია, ბოტულოთერაპია, ბოტოქსის გაკეთება, ცხვირის ფორმის კორექცია, ძაფები, რაღაცები მოდი გააგრძელეთ ჩამონათვალი კიდე რა მაქვს გაკეთებული მე? ხო, შენ რას გაიკეთებია? ამ ხელა გადაცემა გაქვს? ეს ჩემია. აქეთ ყველაფერი გაკეთებულია. კიდე რა მაქვს გაკეთებული? კბილები, აი ეს მივედი და მეთხარი კაფელ მეტლახი რაც გაქვს ეგ ჩამოთვალე. და აი რაო და აი მეთხარი კაფელ მეტლახი და ძალიან თეთრი მიგდა და რაიმე გაკომპლექსებდა შენ გარეგნობაში. ყოველ დღესაც მაკომპლექსებს მილიონი რაღაც, მაგრამ ეს არის მუდმივი ბრძოლა. ძალიან ბევრი წელი ვებრძოდით ცელულით. მასაჟები, რაღაც რევიტალი მეტელევეტეკერები, ყველაფერი რაც კი არსებობს, ყოფილი გავაკეთე, სანამ დავიწყე ვარჯიში. უჩები, ცხვირი, რაღაცა და მორჩა. რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით ბუნებრივი დაბერებასა და ტრენდულ პროცედურებს შორის ბალანსის დაჭერა? ეხლა ვეგაჩვენებ კოტე. რა საკეთებ? მიდი? ასე ვიყოდა ცოტა დომინიცირებოდეს არ მინდა. ყველა თვლიდა ვალდებულად თავს რომ მოსულიყო ჩემთან და ეთქვა რომ ცხვირს არ გაიკეთებ შულო ეხლა ეკრანზე ჩანხარდ. ცხვირი არ უნდა გაიკეთო. ამიწევია ხელები. შლეიფებიანი კაბა. აი ოსკარზე რო არასდროს რო ვერ მოვხვდი. ეთქობა სკოლაში რო ბავშვი იყო. აი ეგრე დავდივარ და ნუკის კოსმეტიკასო იყენებენო. იდე კაი რომ საქართველოს სკოლას ეძინა ბენმა მერე წამაშლევინა სტორები, თორე აი დედას ვიცავა. ეხლა ჩვენ ვართ NBC-ზე რა. უნდა გეჩხუბო ეხლა, რატო გეჩხუბები არ ვიცი, მაგრამ გეჩხუბები რა. შაურმა რო შევკვეთოთ აქ შეიძლება სტუდიაში გთხოვთ. შეიძლება, კი, მოდი. 8 ლარიანი ჩემთვის, შენ რომელი გინდა? 16. 16-იანი კოტეცი.